მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით შრებალოს მანაში, გადაცემათა ციკლ რაჭული კულინარიის და გაიტების ფაქტებში და გაჩვენებთ როგორ ამზადებენ შრებალოს მანაში სტუმრების უსაყვარლეს კერძს და ხმელიან ლობიას. ვიღებ ჩვეულებრივ კომოსოს, წალავთ, შემდეგ ვასვით ფოთლებს და ამ ფოთლებს ვაგრილებთ და შემდეგ შინ გავამზადოთ გულსათი ჩავდოთ. ვაცით კომოსოსაც მოწალულ ფოთლებს და ვაგრილებთ. ვიღებ ზეთს. შუშად გავზადებულ დაჭრილ ხავს. ხალხი რო კარგად მოითუშება, შემდეგ ვაციებთ, რადგან მასა არ აღვიჭრებს თვითონ შიგნით. ჩვენი მაია მოგიყვება როგორ მზადდება შრებალოს მანის სტუმრებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძი მოთხრობა. მაი მოგიყვები რა ინგრედიენტები მზადდება და როგორ ეს კერძი ადრე სულ სხვა სახით მზადდებოდა, ადრე მზადდებოდა ჩვეულებრივ მოხაშავით კომოსოს, მოწალათ, დავჭრით, ნიოკიდოზის საგმას გადავსვით და უწოდებით შეწურვას. შეწურვას ეძახით ადრე, ახლა ჩვენ სულ სხვა იერსახები ვეცით, გავათარავებდით და ასეთი სახით. კაი, თან გვაჩვენე როგორი სახით. პირველ რიგში ჭრი, ლომოს, ქიმს. ესე იგი, ამ კერძისთვის დამჭირდება კომბოსტო, როგორც მოვიგეთ, ქინძი, კომბოსტო, ქინძი, ბლომად როწეული, სხვადასხვა საკმაზი, ნიორი და იმისათვის დამჭირდება ბაჟისათვის, როგორც ხორცის სოუსისთვის დამჭირდება ბაჟი, დასაგებია. დანარჩენი ეტაპობრივად მაია მოვიყვება თან კიდევ როგორ ამზადებს. მე ხო არაფერში შემიძლია მოგეხმარო. შემდეგ დავჭერთ წვანის, ვათავსებთ ჯარში. მაი, თან რომ მოგიყვე, ვამატებთ ჩვენ სუნელებს, უცხო სუნელს, ხმელ კინძს, ციცაკას. ლომად როწეულს ვარილს და შიგნით გამზადებული ოთუშური ხავს. იბედა. ძმარი და ურევთ ერთმანეთში კარგად. თუ ეს გემოები ერთმანეთში კარგად გაუშვით. მაი, თან რომ მოგიყვე, რამდენად მდიდარია რაჭული სამზარეულო ესეთი ცივი კერძები. რაჭული სამზარეულო ხო რო გითხრათ, რომ ასეთი მდიდარია ცივი კერძებით, ძალიან ეს არის. ძალიან მცირე ისა გვაქვს რაჭულებს ცივი კერძები. უფრო ლობიო გვაქვს ლორით,
და ეს არის მოთრეულა, რაც ადრე ქონდა, ახლა ვიძახით ჩვენ მოთრეულას და ადრე იყო შეწურულას ვიძახით. აკეთებენ ასევე არის ქალაკო და რომელიც თეში მოიპოვება და იშვიათად ახმობენ და რა ვიცი. კი ბატონო. და გოგრისგან აკეთებენ რაღაც მხარს. გოგრისგან აკეთებენ მე მგონი ეწოდება ყვახიწელა. ნიგოში მზადება ისი? ნიგოში ამზადებენ ჭრიან, ახმობენ ჭრიში, ჭრიან ხლად ნაგოს ნედიას. ახმობენ შემდეგ და იჭრება ჩვეულებით კეთდება მე ნიგზის სოუსი. ესე იგი. ეხლა ამაში უნდა ჩვენ ეს გულსართი რადგან გამზადებოდა, ახლა უნდა გავაკეთოთ ბაჟეს, ის რაშდაც უნდა ჩავდოთ ეს გამზადებული კომბოსტი. კიდე მაგისთვის დამჭირდება ნიგოზი, გამზადებული ნიკადას და ვათავსეთ ლედერში. ამატებ ბაჟის საგმას, ასევე ხმელი კინზი, ხმელი დაღერგილი წიწაკა, უცხოსული და ხმელი ერთმანეთშია შეზაებული. ასევე ვამატებ გარჩეულ ნიოს, მარის გებონები და ცოტაოდენ წყალს. ერთგვაროვან მასას. ესე იგი ჩვენი თანამედროვე მოთრეულა. ჩვენი თანამედროვე იმით რომ არის ძალიან ესთეტიკური. კი ბატონო. გემოვნურთვისებებით იგივე ოქონ არის უკვე გათანამედროვებული ბაჟის სოუსი ცალკე არის ეს გულსართი კიდე ცალკე გამზადებული. და აი უფრო ცოცხალი გემოები აქვს. ხოთა. შემდეგ ვიღებ კომბოსტოს. ვახვევთ ამ გამზადებულ გულსართს. ვახვევთ ჩვეულები როგორც რულეტს ვახვევთ ის. გამზადებულია ჩვენი გულსართი. ვიღებთ დებს, ბაჟეს, ვათავსებთ ზედ ბაჟეს და ვანაწილებთ თანავე. ვიღებთ ამ კომბოსტოს გულებას. ვიღებთ გოლებას. ვათავსებთ თევზზე. და ვაფორმებთ ზემოდან ბროწეული, რათა კიდევ უფრო გაჯდეს ეს ცოცხალი არომატები მათში. ესეც ჩვენი მოთრეულა. შენ დაკეცებ დილათო ბინდია აბათავარ ბულში ცეცხლი მინდია ეკივებას თუ
გამიწევა მადლია დაიროსო შენი სოფლის ნათლია ჩემს ეზოში გაია მეორე კერძი, რომელსაც მაია მოგვიმზადებს, არის ყველიანი ლობიანი. რაჭაში გულსართიანები ძალიან პოპულარულია, ოდითგანვე მოგეხსენებათ ჩვენი ცნობილი ლორიანი ლობიანი და აი ჭრებელოს მარანში შეგიძლიათ მიირთვათ ყველიანი ლობიანი. აი თან გაჩვენებთ ახლა მაია პროცესს როგორ მზადდება. ცოლს როგორც ყოველთვის ჩვეულებრივი წესით ვზელთ. შემდეგ ვაგუნდავებ. ახლა რადგან ბევრი ჯერ არ გაგვეთოს გავზადებული წინაგან ეს ცოლ. ვიღებთ თქვის ვათავსებთ ზედ ამოჭრილ გუნდებს. შემდეგ ეს გუნდებს ვაძლევთ ასეთ მრგვალ ფორმას. შემდეგ ვავტყელებთ წინასწარ გამზადებულმა გატარებული მოხარშული ლობიო, რომელიც შეზაებულია ნახევარი წილი ლობიოთ და ნახევარი წილი ყველი. ყველს აქვს მნიშვნელობა? ყველი უნდა იყოს ძალიან მარილიანი, იმიტომ რომ ის თავისებული არომატი და გემო გადააქვერე ყველის და ამიტომ თანაბარი რაოდენობით ნახევრად მარილიანი ყველი ვაზავთ შეზავებული ლობიო გვაქვს ჩვეულებრივად 1/1-ია შეზავებული. შემდეგ ეს გუნდაც და ლობიოც არის თანაბარი რაოდენობის მასით. ისეცა 250 გრამი და ფულსატისა 250 გრამი. შემდეგ ვახოთ ჩვეულებრივი წესით. და უდნავ რადგან ჩვენ რაჭაში ვართ, თონის ფორმის ოვალი მივეცით რა. ფორმა შევუცვალეთ ამ ლობიანს, რომ ცოტა ნამეტანი თანამედროვეობის ხარ ვარ წასულიყავით. ვავტყელებთ კარგად ორივე მხრიდან, რადგან მასა თანაბრად განაწილდეს შიგნით. შემდეგ ვიღებთ ზემოდან ვუხდებთ ცოტა ხვის, იმიტომ რომ არ დაიკრას ეს ცომი. და ვათავსებთ ზედ ამ მასას და ვათავსებთ ღუმელში გამოსაცვლად. ესეთი კუჩქუჩა და ლამაზი ლობიანი გამოდის. ესე ჩვენი ლობიანი. ყველიანი ლობიანი. იბა. ცხიმს იმიტომ ვუსვამთ, რომ არის უფრო რბილდება მასა და მეტი გემრიელი და სასიამოვნო სტრუქტურის გამოდის, ხო? იბა. ესე ჩვენი ყველიანი ლობიანი. ეხლა თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. ერთ უყმაზე აქვს ხაჭაპურის გემო, მეორე უყმაზე ლობიანის. დანარჩენს რომ მოხვალ თქვენ მესიჯად.